ბაგრატის იმას, გელათის ტაძარსაც არ აქვს, იმიტომ რომ გელათის ტაძარი ამასთან შედარებით არის ახლოს საუკუნით თუ ახალგაზრდა. ეს ვიღაცა მე იმაიმუნა და ჩამოუშვა, რამდენი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12. ეხლა ეს 12 რას ნიშნავს? საერთოდ ამის დაყოფა ხდებოდა ესე. მოგეხსენებათ, რომ 12 საათი დღე-ღამე მხოლოდ წელიწადში ორჯერ არის. ეს არის სექტემბერში 22 სექტემბერს და 22 ან 23 მარტს. იმიტომ რომ დღე ისა ნაკიანი წელი როცა არის ცვალებადი. მაშინ როგორ უნდა გავსაზღვროთ ეს? ნახეთ აქ მეგობრებო ყველაზე მთავარი არის ეს ზის საათი იმ გამორჩეულ ადამიანს, ვინც ამან გამორჩეულობა დაიწყო. ამაგებად ცოტა ღერძზე რომ მიეწია. აი ეს ტაძარი მიეწია ეს. აი 2 მეტრი ისა 2 სანტიმეტრი. დროს ვეღარ ფიზიკურად ჭtills საერთოდ ვერ მიიღო. ნახეთ რა ხდება. ელა რამე ისეთი ყოლა. აი ეხლა ნახეთ როგორი სიტუაცია არის. არის და ზუსტად არის როგორ არის. ეს ვახიდან ამოდის. ესე ის არის. პრობლემა. დავიწყოთ ესე. 7 8 9 10 11 აი 6. რომელი საათი არის? 4 5 დაიწყო. ნახეთ, ხარ გავდი. 16 საათია, ხო? ეს ეხლა ჩვენ დაახლოებით ვართ დღის ხანგრძლივობა პლუს მინუს არის აქ დანაყოფი ბევრად უფრო შედარებით პატარაა, იმიტომ დღე დიდია. და როცა დღე დაიკლებს შესაბამისად დანაყოფი ამათ თითოეულ დანაყოფს შორის იქნება 1 საათი. ანუ 22 სექტემბერს იქნება. ეხლა 45 წუთია დაახლოებით. მერე უფრო მეტი იქნება და ეს არის ერთ-ერთი უძველესი ცოდნა იმისა, როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი გაკეთებულიყო და ეს გაიმეორა მე ვიღაც ჩამოხდა, მაგრამ ეს ყველაფერი იწებოდა, ნახეთ, აქ ეხლა ჭtillia აიწებოდა. ეს იყო პირველი ლოცვის დასაწყისი, იყო ბოლო ამის ლოცვა. ანუ ამ აქეთ როცა სხივი ამას აცდებოდა ლოცვის რო აღამე უკვე ლოცვები საღამოს ლოცვა გასაგებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო საეკლესიო კალენდრი, საეკლესიო შეიძლება ისე ვთქვათ, წესით და განსაკუთრებით აი ესეთი საათობრივი განსაზღვრა ერთ-ერთი პირველი ძალიან